თან იმას ვფიქრობდი, რომ პირველისთვის არ მომეკლო ყურადღება, იმიტომ რომ 2 წელია სხვაობა და ძალიან პატარა იყო, როცა ორსულად დავრჩი მეორეს. მაინც ვფიქრობ ქალი, რომ აი ყველაფერი ჩვენზე გადმოდის. სულ ვოცნებობ მაგალითად იმაზე, რომ რამე მომინდეს. ყველაზე მეტად რასაც განვიცდი არის ძალიან მარტივად ბრაზდები. მე მგონი 9-ვე დავაგროვე და აი მერე დამეწყო ყველაფერი, იმიტომ რომ მართლა ყველაფერზე მეტირებოდა. აი მე ხა ნეტა ვინმე დაიჭიროს. სამე რომ მეყოლება და ნეტა წაიყვა. იმდენად სტრესული იყო რაღაცა, შენ გააჩინე რაღაცა პირველად, ბავშვი გააკეთე მუცელში და ვიღაცა ეხება და შეიძლება ატკინოს, იმან არ იცის, მე ვიცი, იმიტომ რომ ჩემში იყო. დაიძინე, ჯერ სათხარ, მერე ნახე რა გეუდება. დამღლელი არის. 1 წამდე უნდა მიბაჩვენე. გულისცემას რო ელოდები, განვითარებას რო ელოდები, შემდეგ უკვე კისრის ნაოსს რო ელოდები, იმდენად რთულია, რომ მე პირადად, რა ვიცი, ვალერიანი და კორსიზე არ შეიძლებოდა ვსუნა. ანუ მაინც გამოდის, რომ შვილთან გაჩენის მომენტი არის. ძალიან, აი ეგ პირველი პერიოდი განსაკუთრებით ემოციურია, ყველა ბავშვზე ესე ვიყავი. რო გინიშნავენ და ორსული ხარ, არც მამა არ ფიქრობს თანხაზე და არც დედა და არც ოჯახი და არავინ. ანუ იკეთებ ყველაფერს და ძალიან манипуლირებენ ჩემი აზრით ამ საკითხით. ორსული რადგან არის, ეს გჭირდება და უნდა გაიკეთო და ყველა იკეთებს. პირველი ფიქრი იყო ის, რომ ეგრევე ბუნებრივად უნდა გამოჩინო.